შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ხიზნები მეშვიდე. მე ჯავახეთს რა მიშავდა, თვარე იდგა მზესავითა, კალმახი და ქერის პური, წინ მეყარა მზესავითა, ხალხური. შარაგზა მოჩარდახებული ურმებითა და უთვალავი პირუტყვით გაიჭედა. ბატარეას მოძრაობა უჭირდა, საათობით ჩერდებოდა და ადიდებული მდინარესავით მომავალი ურმებისა და ფარა ნახირის ტალღათა დენის შეჩერებას ამაოდ ელოდებოდა. მოღრუბლული დღე იყო. დამწუხრებული გლეხები ქვეითად მოსდევდნენ ურმებს. ურმებზე მათი ჯალაბი, ტირალი ქალები და ბალღები ისხდნენ. ყველგან ბავშვთა ტირილი, ხართა, ძროხათა და ცხვართა ბღავილი და თხის პეტელი ისმოდა. ადიდებული და თვალუწვდენელი მდინარე 9 წყაროსაკენ მიედინებოდა. ურმები დატვირთული ხორაგით და ურმები დატვირთული ჯავახელთა ცოლშვილით. ყველგან გულის წამღები ქართულ სომხური ძახილი ისმოდა. ნინო, გიორგი, სედრაკ, აღზდიქ, დავით. მაგრამ უამრავ პირუტყვთა ბღავილში და ბორბლების გრიალში ხმას ვერ აწვდენდნენ ერთმანეთს. ფარა და ნახირი, ურმები და ფურგონები, მხედარნი და ქვეითნი, ზლაზუნითა და ვაი ვაგლახით მიიწევდნენ 9 წყაროსაკენ. ერთბაშად ჩამოიღამა, ყოველივე ნისლში გაეხვია. ამ ადგილს ხშირად ჩვევია მოღრუბლვა, ნისლი და ჯანყი. მოზღვავებულ ნისლთა ქარავნები ჯავახეთის მაღალ და ფართო ტაფობიდან თისაკენ მისცურავდნენ. თითქო თეთრი ფარშობით აღჭურვილი, უჩინმაჩინის ქუდით მავალი, კისერ გაწვდილი მებრძოლები უხმო ბიჯებით უტევდნენ მთის მწვერვალებს. ნისლთა ლაშქარი ველსა და ტყეს, თებსა და ნაპრალებს მისწვდა და შეესია. იგი ყოველის მხრიდან მოდიოდა. ამ დაუსრულებელმა დინებამ გრიგის გნომების სვლა მოაგონა ლურჯაზე მჯდარ კორნელის, ცხენთა ტორების თქარუნი და ზარბაზნების ბორბლების ერთფეროვანი გრიალი გრიგის მუსიკის რიტმთან შეწყობილ ბანს ეუბნებოდა. 9 წყაროსაკენ მიმავალ გზიდან მზით განათებული დასავლეთი ჩანდა. ღრუბლები აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ. ჯერ კიდევ მოწმენდილ და განათებულ ცის კიდურისაკენ გრძელი და უცნაური, გველის ჩიტების მსგავსი ფრინველები მიჰქროდნენ. წეროები თუ იყვნენ, ხიზნები და ჯარისკაცები გაოცებით გასცქეროდნენ დასავლეთისაკენ გაფრენილ უცნაურ ფრინველებს. ჯავახელმა ბერიკაცმა ცას შეხედა. ქარიშხალი გვიახლოვდება, დაიძახა მან. თათა გადაღმა იისფერი ელვა აციმციმდა. გლეხებმა გადააფურთხეს და პირჯვარი გადაისახეს. მაშინვე შორეული გვინვა გაისმა. კორნელის ლურჯა შიშით აცახცახდა. უჩინმაჩინის ქუდახურული ნისლთა ქარავნები
ახლა ხიზნებსა და ჯარისკაცებსაც მისწვდნენ. თითქოს ზღვიდან გამოსული ღრუბელთა ლაშქარი ფეხის ნამს აყენებდაო. წვრილი წინწკლები და წვიმის წვეთები წამოვიდნენ განდაგან. ირგვლივ ფაიფურის მსგავსი ორთქლი, ნისლი, პირველყოფილი ბუმი, უკუნეთი და მდუმარება იდგა. ყოველივე კუპრისფერ ნისლში გაეხვია. ორ ნაბიჯზეც ძნელად თუ რასმეს გაარჩევდა კაცი. უეცრად საშინელი ქარი ამოვარდა. გრიგალი დაიგრაგნა. კორნელის შიშის მომგვრელი, საზარელი ხმუილი შემოესმა. მურისფერი ნისლი შავი ზღვის მორევივით დატრიალდა და გაცოფდა. დაქანდა და მერმე გზაზე მიმავალი ხიზნები შთანთქა. ცადა მიწა შეერთდა. სულ ახლოს ხიზნებისა და ჯარისკაცთა თვალწინ გაიელვა. თვალის მომჭრელი ვეება ელვის სინათლე დაიგრიხა, დაიკლაკნა და მთის წვერს დაერჭო. 1000 ზარბაზნით ატეხილი დაშენაც კი ვერ გააპობდა დაგუბებულ ჰაერს ისე ძლიერად, როგორც იმ წუთას ატეხილმა ჭექა ქუხილმა გააყრუა იქაურობა. მიწა ზანზარებდა, ზედიზედ ელავდა და ქუხდა. ცხოველნი დაფრთხნენ. მხედრები ყალყზე შემდგარ ცხენებს ვეღარ იჭერდნენ. იდგა შიშისაგან გახელებულ პირუტყვთა ხშენა ბუღრავი. ხმუოდნენ ბუღები და წამახული რქებით თხრიდნენ მიწას. ღრუბლები ორომტრიალით მიმოდიოდნენ. ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მათ წიაღში შობილი ცეცხლის ვეება ნაკვესები კვლავ მოგიზგიზე ისრებად ერჭობოდნენ მთის მწვერვალებსა და კალთებს. ზეცა წარღვნით იმუქრებოდა. კაკლის ოდენა სეტყვის ნატეხები თავს უხეთქავდნენ ხიზნებს. სეტყვა ხორხოშელა მოხშირდა და საოცარი სისწრაფით და ძალით წამოვიდა. პირქვე დამხობილი ხალხი საფარს ეძებდა. მაგრამ შიშველ მთაზე რა საფარი იქნებოდა? ხიზნები და ჯარისკაცები ურმების, ორთვალა ფურგონებისა და გარეტიანებულ პირუტყვთა მუცლის ქვეშ მიძვრებოდნენ. ცხენები, ძროხები, ხარები და ცხვრები გალენჩებულ გაშტერებული იდგნენ და სეტყვით დაცხრილული ყურებიდან სისხლის დიოდათ. კორნელი ცხენიდან გადმოხტა, მაზარა გაიხადა და თავზე გადაიფარა. ქარიშხალმა და სეტყვამ კარგა ხანს გასტანა. მერმე ღრუბლები გაიფანტა და ერთბაშად გამოიდარა. დაბეჟილი და გაწუწული ხიზნები და ჯარისკაცები წამოდგნენ. ისევ გაისმა ძახილი, ბავშთა ტირილი, პირუტყვთა ბღავილი. ისევ გაუდგნენ ცხრაწყაროსაკენ მიმავალ გზას, ძვალ რბილამდე გალუმპული და შეციებული ხიზნები. პატარა მღვიმეში კივილი გაისმა. იქ შიშველ ლოძზე ვადაზე ადრე მშობიარე დიაცი იწვა. კორნელიმ დიაცის გვერდით წამოკანჭული უთხეული დაინახა. ჩვრებში გახვეული ბავშვი და მისი დედა ურემზე მოათავსეს. ისევ ისმოდა ძახილი: ნინო, გიორგი, დავით, სედრაკ, აღზდიკ, თამარ. ვინ გაიგონებდა წარღვნის დროს იმ ძახილს? სტიროდნენ ქართველი დედები და ოხრავდნენ სომხის ქალები. მიდიოდნენ ხიზნები, უკან რჩებოდათ მეცხვარეთა კომბლის თავისოდენა სეტყვით ჩალეწილი, მირეგო მორეგვილი ყანები. ცხრაწყაროს უახლოვდებოდნენ. რის მერე ახალი და სხვა ქვეყანა იწყებოდა მათთვის. იქითკენ მიდიოდნენ ჯავახეთის სოფლებიდან გამოქცეული ხიზნები, რომელთაც ყველაფერი დაჰკარგეს. როდის ნახავდნენ ისინი თავის მიტოვებულ საყვარელ სოფლებს, ყანდურას, კარწახს, საროს, ხაზაბავარს, ბარალეთს,
კოთელიას, ვარევანს. იქ დარჩენოდათ ხიზნებს ორმოში ჩაყრილი ფეტვი და ხორბალი. იქ დარჩათ ხეხილით სავსე ბაღები, თაფლივით ტკბილი ბალი, ხართუთა, ჭანჭური, ვაშლი და მსხალი, წითელი წინწკლებით მოკენჭილი, ფორაჯიანი კალმახით სავსე ცივცივი ტბები და დინარენი. უფლის თვალისაგან ნაკურთხი ყანები და საძოვრები, მოსავლიანი და ნაყოფიერი, ფხვიერი და მასაზრდოებელი მიწა, საყვარელი ჯავახეთი, სამშობლო კერა. მოდიოდნენ ჯავახეთიდან მოხუცნი და ჯეელნი, სტანჯავდათ თურქების მიერ ჯავახეთის აოხრება, აშინებდათ ხიზნობა, უცხოობაში ყოფნა, ჩიოდნენ სამშობლოდან დევნილნი, გაჭირვებაში ჩაცვენილნი, მოთქმით სტიროდნენ და სწევლიდნენ საუკუნეთა მანძილზე საქართველოს მიწაწყლის მიმტაცებელ, ქართველი ხალხის წამხდენ და წამებელ თურქებს. აგონდებოდათ მდიდარი და ჭირნახულით სავსე სამშობლო. ჯავახელი კაცის სწორედ ასეთი ჩივილი გაისმის ერთ ხალხურ ლექსში. მე ჯავახეთს რა მიშავდა, თვარე იყო მზესავითა, კალმახი და ქერის პური, წინ მეყარა ბზესავითა.